ექიმებო, ტუბერკულოზი ხომ მიიჩნევა სასუნთქი გზების დაავადებად? კი, თიკა. ერთად კი. რა თქმა უნდა. და მისი გამოწვევი არის მიკობაქტერია და აი ასე გამოიყურება ის. ოი დედა. ასევე კოხის ჭხირზე წარმოიდგინე ხო და ეს ადამიანის ფილტვში სასუნთქი გზებით შედის. რა სიძახი, რა ცუდი ყოფილა. ბაქტერია. კლასიკური ბაქტერია არ არის. რა, მიკრორი პატოთმეტოლა. უფრო ისეთი აქ რა მაგას მემბრანის და ასე შემდეგ, უფრო მყარი და უფრო გამძლე უფრო უფრო გამძლე ტიპი არის, კი. ანუ აერწოთოვანი გზით გადადის. ანუ სხვა დაავადებული ადამიანის ხველის ან ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანის ნახვა. გადადის. ნახე ხდება პირველად ჩვენს ფილტვებში, ლორწოვან გარსში და ძირითადად ეს შეხვდა ლიმფური ჯირკვალში. და შეუძლია გავრცელდეს, ან ძირითადად ფილტვში ცხოვრობს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ შეუძლია გავრცელდეს ასევე სხვა ორგანოებშიც. გამიგია ეს, ვიფიქრე რაღაცა ხო არ მეშლება თქო, მაგიტომ ვიკითხე. ჩემი მხრივ გეტყვი, რომ ძალიან ხშირად არის ხერხემლის მალების დაზიანება, ან ძვლის ტუბერკულოზი. და იქაც ესენი არიან? იქაც ესენი არიან. ასევე შეიძლება შარდსასქესო სისტემაშიც გავრცელდეს, ისე რომ ფილტვი საერთოდ დააზიანოს, ანუ უბრალოდ გადავა სხვა ორგანოებში. ანუ პირველი შეჭრის ორგანო იყოს მანდ თუ აუცილებლად ფილტვიდან მიდის? ყველა ვარიანტში ფილტვიდან მიდის? ფილტვში გაივლის, უბრალოდ და როგორც გიორგი აღნიშნა, აი ბარიერებით გადავა და შედის. არ მოეწონება და წავა სხვაგან? და წავა სხვაგან. უით შემოსასქესო სისტემაშიც მოხდეს. განავითარო წოდებულია გენიტალური ტუბერკულოზი, რაც ძალიან იშვიათია და რთულად დასასმელი დიაგნოზი არის. სასქესო სისტემაში მოხვედრის დროს რაზე შეიძლება ეჭვი მიიტანოს, რა შეგრძნებაზე ან რა განმოვლინებაზე? ეს შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი, ანუ უროგენიტალური ტუბერკულოზი ხდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ეჭვის საფუძველი შეიძლება მივიტანოთ, ანუ ზოგადად ან ტუბერკულოზს რაც ახასიათებს, ანუ ის სიმპტომები, ეს არის სისუსტე, ადვილად დაღლილობა, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, სუბფებრილიტეტი, აი ტემპერატურა არის 37.1, 37.4. მუდმივად, ხო. ესე დიდი პიკები არა აქვს რა. და უშუალოდ იმ ორგანოებთან კავშირში უშუალოდ შეიძლება იყოს თირკმლის ტკივილი, შეიძლება იყოს აი შარდის ბუშტის არეში ტკივილი, შეიძლება იყოს გახშირებული შარდვა, წვა და დისკომფორტი შარდვის დროს. ქალებში აღინიშნება სხვა შორის მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ტკივილი მენჯის ღრუში და ჭარბი გამონადენი. მამაკაცების შემთხვევაში, ანუ ტკივილი, სასქესო ორგანოს და ანუ საზარდულის არეში და წონის მკვეთრი კლება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ დაავადების ამოცნობა ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი ეს სიმპტომები ჩამოთვალეთ, ანუ უბრალოდ უროლოგიას დარგს ახასიათებს და ხო, შარდის ბუშტის ანთება. ხო, წონის კლება და ოფლიანობა და ასე შემდეგ, როგორც მოკლედ აი ენდოკრინოლოგია, აი ონკოლოგია, ძალიან ბევრი დარგის სიმპტომები არის ერთად თავმოყრილი ამ ერთ დაავადებაში. სხვათა შორის ორივე სქესში შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, ანუ უნაყოფობა და ძალიან ხშირად აი რადგან დიაგნოზი ესე გართულებულია, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ექიმს მიმართავს წყვილი იმის გამო, რომ უშვილობის პრობლემის გამო და იქ აღმოჩნდება, რომ თურმე ეს ყველაფერი არის ამის მიზეზი. ეს ძალიან ესე ვთქვათ გენიტალური ტუბერკულოზი. პირველად გავიგე ეს დიაგნოზი საერთოდ, მეც და რატომღაც მაქვს ეჭვი, რომ ჩვენი მაყურებლების უმრავლესობამ და რადგან რთული საკითხია, მოდით ექიმები გავაძლიეროთ, ესე ვთქვათ და სპეციფიური მიმართულების ექიმებით შემოვიპატიჟოთ და მოდით კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე. პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე გვეწვია დღეს და მასთან ერთად გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გურანდა ლორთქიფანიძე. მოგესალმებით. მე მახსენებთ, რომ საკმაოდ რთული არის ამ დიაგნოზის დასმაო. აი, თქვენ გითხარით პირველ რიგში, რა ჩივილებით გაკითხავენ და შემდეგ როგორ ხდება დიაგნოსტირება და დიაგნოზამდე მისვლა. გენიტალური ტუბერკულოზი, ფილტვგარე ტუბერკულოზია და ფილტვგარე ტუბერკულოზი ყოველთვის არის რთული სადიაგნოზო, იმიტომ სპეციფიური კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს, რომელიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი. ისინი შენიღული არიან ჩვეულებრივი არატუბერკულოზური ანთების
სიმპტომების ქვეშ და ამიტომ სპეციფიური ნიშნები არ არის. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში 20-დან 25%-მდე გენიტალური ტუბერკულოზით დაავადებული ქალების ერთადერთი ჩივილი უნაყოფობაა და უნაყოფობის მიზეზთა შორის შემთხვევითი აღმოჩენა შეიძლება აღმოჩნდეს. ერთადერთი ჩივილი. ერთადერთი ჩივილი. პაციენტი რომ შემოდის, ეკითხებით რა გაწუხებთ, არაფერი აბსოლუტურად. ანუ ერთადერთი რაც აწუხებთ, ეს არის უნაყოფობა. და აი დიაგნოსტირებაზე არ თქვით, აი რთულია, იმიტომ რომ ჩივილი ისეთი არ არის და რა ჩივილი არ არის და დიაგნოსტიკის ტესტებიც ძალიან მრავალი არის, მაგრამ ეს სისხლის მიერია თუ რაღაცა არა, ორგანოსპეციფიური ბიომასალებით ხდება. სისხლში გამომწვევის აღმოჩენა მიანიშნებს მხოლოდ ინფიცირებაზე და ინფიცირებულია საქართველოში, მსოფლიოშიც კი ყოველი მესამე ადამიანი, მაგრამ ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას. ამიტომ დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელია ბიომასალის აღება. ანუ ჩვენ უნდა მივიტანოთ ეჭვი იმაზე, რომ აქ შეიძლება იყოს ტუბერკულოზი, აქედან გამომდინარე. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სად მოხვდება ეს პაციენტი, რა მკურნალობა აქვს ჩატარებული. ჩვენც კი, ანუ როდესაც მოდის პაციენტი, არის უნაყოფობა პრაქტიკულად, აი როგორც აღნიშნეს, რომ ჩირქოვანი ანთება, შეიძლება იყოს ანთებითი პროცესი, ბიოსალპინქსიო ვთქვა, ანუ მილების პრობლემები, რომელიც მექანიკურ უშვილობას იწვევს, ძალიან ხშირად არის ხოლმე გამოწვეული სწორედ ტუბერკულოზით. ხშირად რენტგენს რო ვაკეთებთ, რენტგენოლოგიც გვიწერს ეჭვს, რომ გამოირიცხოს ტუბერკულოზი, იმიტომ რომ რაღაც დამახასიათებელი სურათია ხოლმე ცვლილებები რენტგენოგრამის შემთხვევაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ყოველთვის ყურადღება მივაქციოთ და სხვათა შორის ხშირად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ დუგლასის ფოსოში არ იყოს სულ სითხე. ხშირად აი დიფერენციალური დიაგნოსტიკა გვჭირდება ხოლმე პერიოდულ დაავადებას შორისა და ტუბერკულოზის ონკოპათოლოგია, სისტემურ დაავადებებს და აუცილებლად პირველ რიგში გამოვრიცხავთ ტუბერკულოზს. დღევანდელ დღეს საქართველოში არსებობს პროგრამა, რომელიც ამას მკურნალობს. უფასოდ აბსოლუტურად და ძალიან ძვირადღირებულია ნამდვილად ამის მკურნალობა. შესაბამისად, მათ მიერ ჩატარებული ყველა ტესტი ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი გვეუბნებიან, რომ აქ პრობლემა არ არის და ტუბერკულოზი არ გვაქვს და არც მასალას არ ვიღებთ ჩვენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პაციენტი მოხვდეს პირდაპირ ფტიზიატრიაში, ანუ მივიდეს ექიმთან, ვინც არის სპეციფიურად მიმართული იმისთვის, რომ ნახოს ნამდვილად ის ტესტები ჩაიტაროს ამ პაციენტმა, დადგინდეს, იმიტომ რომ მე პროგრამაში უნდა იყვნენ, ხო? და აქედან გამომდინარე პაციენტს კიდე არავნო, ბევრი კვლევები არ გაუკეთო, აქედან გამომდინარე გამოვრიცხოთ ეს ყველაფერი, რადგან მე რაც არ უნდა გავაკეთო, არანაირი ინვიტრო განაყოფიერება. ხო, ვერაფრით ვერაფერს ვერ დავაორსულებ ამ პაციენტს. და ვერ მივიღებ ჯანმრთელ ნაყოფს. დღევანდელ დღეს არის თანდაყოლილი ტუბერკულოზით დაბადებული ბავშვები, ხო? ეს ვინც რომელიც ითვლებოდა, რომ პლაცენტარულ ბარიერს ვერ გადის ტუბერკულოზის მიკობაქტერია, მაგრამ თუ ინფიცირებულია პლაცენტა, რა თქმა უნდა, მისი განმავლობაც იზრდება და აქედან გამომდინარე თანდაყოლილი ტუბერკულოზის შემთხვევაა, რომელიც სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება. შესაბამისად, ანუ ჩვენ მივიღებთ გართულებას, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ნამდვილად არ გვაქვს ტუბერკულოზი და სწორად მიმართულებას მივცემთ პაციენტს, რომ ის პრობლემა მოვაგვაროთ და თან ნახეთ, ეს არის დაავადება, რომელიც ინკურნება რეალურად და გვეუბნებიან, რომ კი შეგიძლიათ თქვენ იმუშაოთ ამ პაციენტთან, შემდგომ ჩვენ უკვე შეიძლება მივახციოთ შედეგს და გავაჩინოთ ჯანმრთელი ნაყოფი ყველანაირი თანდაყოლილი დაავადების გარეშე. და აი მამაკაცებში და ქალებშიც ერთ იგივე ის არის, ხო? მამაკაცი ადრეული დიაგნოსტიკას შვილოსნობაზე იგივე არის იქაც, იმიტომ რომ რაც უფრო ადრეული დიაგნოსტიკას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, შექცევადებაზეა, იგივე ცვლილებებს იწვევს მამაკაცებშიც, იქამდე რომ შეიძლება გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო და ანუ უბრალოდ ხალი რო შევადაროთ, სად უფრო მეტი არის გენიტალური ტუბერკულოზის პროცენტი. თითქმის თანაბარი არის, ქალებში ცოტა უფრო მეტი არის. და მართლა ის როგორც სქესობრივად გადამდები დაავადება, ის შეიძლება პარტნიორს გადასდოს. ითვლება, რომ არ არის სქესობრივად გადამდები დაავადება, არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ როცა ტუბერკულოზია საუბარი, ყველას ეშინია, რომ ტუბერკულოზი თუ აქვს იმას ოჯახში, გამარჯობა არ უნდა უთხრას, ბავშვები არ უნდა გაუშვას. მე მგონი ხო
არ უნდა მივესალმოთ ნორმალურად და ასე შემდეგ. ესე არ არის ნამდვილად. და რეალურად გენიტალურ ტუბერკულოზს რაც შეეხება პრაქტიკულად ამისი ანუ სქესობრივად არ ვრცელდება, სქესობრივად არ ვრცელდება, არა. იცით რა მაინტერესებს, ორსულს შეიძლება თუ არა დაემართოს ორსულობის ჟამს, ასე ვთქვათ, ესეთი შეიძლება, იმიტომ რომ ორსულობა არის იმუნური სისტემის გადაწყობა, დაქვეითება, ამ დროს რა თქმა უნდა ორსული ისე როგორც სხვა ინფექციების მიმართ უფრო მიმღებელი ხდება ტუბერკულოზის ინფექციის მიმართ. თუ ინფიცირებულია შეიძლება გამწვავდეს და უკვე გამწვავებული ტუბერკულოზის ნიშნები მივიღოთ. მკურნალობა შესაძლებელია ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ჩატარება ორსულობის დროს, იმიტომ რომ ტერატოგენული ეფექტი არ აქვს საწინააღმდეგო მედიკამენტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება არის, ეს 12 კვირის მერე უმჯობესია, რომ დავიწყოთ რამდენადაც სასწრაფო იმის მიხედვით ვიწყებთ მკურნალობას. თუ მოატარებელია ამ ტუბერკულოზი, შეიძლება თუ არა დაურსულდეს ჩვეულებრივად ბუნებრივი გზებით. მატარებელი ყველა ვარ. მატარებელი ყოველი კი რა და როგორც არის დაავადებული. დაავადებული თუ დაორსულდა გენიტალური ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის აუცილებლად მივა მაქსიმუმ 7 კვირამდე. შეწყვეტილი ორსულობების 4-5 მაქსიმუმია 7 კვირა. თუ რაღაცამ დამხმარე რეპროდუქციული საშუალებებით როგორმე მიყვანეს ბოლომდე, მაშინ საშიშროება არის, ყალიბდება იქ ფისტულები, ყალიბდება თანდაყოლილი, შეიძლება ახალშობილი გაჩნდეს თანდაყოლილი. ეს არ არის აუცილებლად ყველა შემთხვევაში ერთნაირი, მაგრამ რა თქმა უნდა. ნინო, ესე გამოსარჩევია ყველა შემთხვევაში, ესე იგი პირველად. მაქსიმალურად თუ არის რაიმე პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ იცით რა არის, მნიშვნელოვანი არის მოусმინოთ პაციენტს და შეკითხვები სწორად დავსვათ. ანუ რა პრობლემა აქვს, მილის პრობლემა აქვს, ხშირად აქვს ანთებითი პროცესი, დაუშვათ მცირე მენჯის ღრუში. ნახულობ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ეხოსკოპიურ პასუხს და ყველგან დუგლასში სითხეა. თუ არ არის კოლიტი, რაიმე პრობლემა დავეხე. ხო, დაბალი სიცხეები 37 და 1, 37 და 2, ესეთი სიცხეები მაქვს ხშირად და ესე ნორმა არ არის. არავითარ შემთხვევაში შესაბამისად ნახეთ ვიწყებთ ძიებას რაღაც ხომ არ გამოგჩათ ან უნაყოფობასთან გვაქვს ნახეთ ქალტონ გურანდასთან ზუსტად სპეციფიურად მიდიან ეს პაციენტები და ჩვენთანაც როცა უნაყოფობით მოგმართავენ ხშირად შეიძლება ალბათ არც თქვენ და არც თქვენ ტრავმატოლოგიაში არ გამოიკვლიოთ გენიტალური ტუბერკულოზი მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ძალიან ხშირად ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ გამორიცხული გქონდეს, რო არ იყოს გენიტალური ტუბერკულოზი. ანუ როგორც მამაკაც, ისე ქალბატონს გამოურიცხავთ. ქალბატონთან უფრო ხშირად. ქალბატონო გურანდა, ესე იგი განკურნებადია. ნებისმიერ შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში თუ არ არის დაგვიანებული დიაგნოსტიკა და დაგვიანებული მომართვიანობა. რამდენად ხანგრძლივია ეს მკურნალობა და შემდეგ ნინოსთან რა თქმა უნდა მაინტერესებს ელოდებები ალბათ ხო, სრულად დასრულებას მკურნალობის და შემდეგ მეორე ეტაპზე გადახვიდეთ. აუცილებლად. და რა ვადას მოითხო? მინიმალური არის 6 თვე სენსიტიური ტუბერკულოზის შემთხვევაში, თუმცა ახლა შემოვიდა მოკლევადიანი რეჟიმები 4 თვიანი, მაგრამ არ აქვს რეკომენდაცია ფილგარეშე ფორმებზე, იმიტომ რომ ფილგარეშე ფორმას 4 თვე ნამდვილად არ ეყოფა, ხშირად გვჭირდება 7, 8, 9 თვე. ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ მათი რეკომენდაციის გარეშე, ყოველთვის, როცა არის ტუბერკულოზი. როცა მკურნალობა ჩატარდა, მხოლოდ მათი ფორმაციის შემდგომ, რომ კი მე შემიძლია დავიწყო ინვიტრო განაყოფიერება, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწყებთ ჩვენ მკურნალობას, უშვილობაზე, რეალურად და განაყოფიერებას, რადგან პირველი რომ ვერ მივიღებ შედეგს, თუ არ არის დასრულებული და ანუ განკურნებული არ არის პაციენტი და მეორე არ მინდა რეციდივი გავამწვავო, თავშოთ გამოვიწვიო, ან რაღაცა უარესი გავაკეთო იმისთვის, რომ მე პაციენტს დავუშვათ ინვიტრო განაყოფიერება და ანუ ჩვენგან უნდა წავიდეს აუცილებლად ჯანმრთელი დედა და არა ავადმყოფი ქალი, ყოველთვის ამას ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. თითქოს რამდენჯერ გვისაუბრე უშვილობის მიზეზებზე და პირველად მოხდა, რომ ვისაუბრეთ სწორედ ამ მიზეზზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი შეიძლება იყოს უშვილობისა და სასიხარულო ისე რომ ის სრულად განკურნებადია და შემდეგ უკვე შეიძლება ის სასურველი შედეგიც დადგეს, რომლისთვისაც რეალურად დაიწყო კვლევა და სულ სხვა დიაგნოზთან მივიდა. კარგია რომ ესე თანამშრომლობთ ერთმანეთთან, რადგან პაციენტისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდური დახმარების გაწევა. მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ რომ ამახვილებთ ყურადღებას ამ პრობლემაზე. მადლობა.